რომელი პერსონაჟია ჰაიპერსონიკიდან ყველაზე სწრაფი? ჩავატარეთ რბოლას ჰაიპერსონიკის ყველა პერსონაჟთან, რომ ნახოთ ვინ არის ყველაზე სწრაფი. იქ იქნებიან ჰაიპერსონიკი, ჰაიპერტეილსი, ჰაიპერსონიკი, ჰაიპერტეილსი, ჰაიპერკნაგზი, ჰაიპერეიმი, ჰაიპერშადოუ და კიდევ ბევრი სხვა. ასევე საიდუმლო პერსონაჟებიც. ვინ იქნება ყველაზე სწრაფი? წავედით! კარგი, მეგობრებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ შესანიშნავ რბოლაზე. დიახ, დღეს ჩვენ შევაჯიბრებთ ჰაიპერსონიკის ყველა პერსონაჟს, რომ გავიგოთ, რომელი მიგანი ყველაზე სწრაფია. ორი საიდუმლო პერსონაჟით და 30 წამით, რომლებსაც ეკნებათ ამ შესანიშნავ მილების ტრასაზე შეჯიბრების შესაძლებლობა. რომელი მათგანი იქნება ყველაზე სწრაფი? ამის გასაგებად მხოლოდ ერთი გზა არსებობს. ასე რომ დავიწყოთ საყვარელი და ნაზი პატარა პეპეთი. ჰაიპერსონიკი, მზად ხარ პატარა ბებესონიკი? გამტკიცე რომ არა მხოლოდ საყვარელი ხარ, არამედ სწრაფიც ხარ. 3, 2, 1, დრო! ჩვენი საყვარელი პატარა ჰაიპერსონიკი მთელი ძალით იწყებს. კარგია, ცუდად არ გამოსდის. ბავშვისთვის საკმაოდ სწრაფად დარბის და სისწრაფის კვალი რჩება მის უკან. ეს გვიჩვენებს რომ პოტენციურად ძალიან სწრაფია, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან პატარაა. ასე რომ არ ჩანს რომ შორს წავა. ის ჯერ კიდევ პირველ დონეზეა, ყვითელი მილის დონეზე. ასე რომ გვირფასო პატარა ჰაიპერსონიკო, სცადე ყველაფერი რაც შეგიძლია, მაგრამ არ მჯერა რომ შორს წახვალ. რადგან დაიმახსოვრე რომ მხოლოდ 30 წამი გაქვს და რამდენიც არ უნდა სცადო სირბილი, მაინც ვერ მოახერხებ. ასე რომ აი პატარა ბეიბი, რომელიც როცა გაიზრდება ძალიან სწრაფი იქნება. მაგრამ ახლა ასე აღარ არის. ის თავის დროს დაასრულებს 3, 2, 1. რო გავიდა? აი აქ არის ჩვენი საყვარელი და პატარა ბებე და ჰაიპერსონიკი. ის პირველ ადგილზეა, რადგან ერთადერთია. ასე რომ ყველაფერი ძალიან კარგად იყო. მაგრამ ეხლა გადავდივართ ნამდვილი ჰაიპერსონიკზე. წინ, ჰაიპერსონიკ, აჩვენე ყველას შენი ნამდვილი სიჩქარე. 3, 2, 1 და ის მთელი ძალით დაიძრა. ღმერთო ჩემო, ეს ნამდვილად სიჩქარეა. ის ბევრად უფრო სწრაფად მიდის ვიდრე ბავშვი და უკვე გადალახა პირველი დონე. რა საოცრებაა? კარგი. აი ახლა აიღებს პატარა ტურბოს. ხტება და უკვე უსწრებს ბავშვს. ვაუ! საოცარი ნახტომია და საოცარი დაშვება, რაც საშუალებას აძლევს გაუჩერებლად გააგრძელოს სირბილი. ღმერთო ჩემო, დაუჯერებელია, რა სწრაფად მიდის ჰაიპერსონიკი. ხტება მთელი ლურჯი მილის დონეზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გრძელია. არ წვეთს სირბილს და ჰაიპერსონიკი უკან ტოვებს იმ მეწამუნკვალს, რომელიც ასევე ცისარტყელას ფერებშია. აგრძელებს სწრაფად მოძრაობას და ტურბოებსაც იყენებს. ღმერთო ჩემო, რა საოცრებაა! ვინმე შეძლებს მის შეჭერებას. ძალიან სწრაფად მიდის და ახლა ტურბოებსაც იყენებს. დაჯერება ძნელია. ჰაიპერსონიკი არ ნებდება და აგრძელებს მოძრაობას. მიუხედავად იმისა, რომ მისი დრო 3 წამში ამოიწურება. ჩართე ტურბო. 2, 1, დრო! რა საოცარი შესრულება ჰაიპერსონიკისგან, რომელიც პირველ ადგილზე აკანებს მას. რა სწრაფია! ახლა კი ჰაიპერსონიკის საუკეთესო მეგობრის, დიდი ჰაიპერთეილის ჯერია. მზად ხარ ჰაიპერთეილს? აჩვენე ყველას შენი საოცარი სისწრაფე 3, 2, 1 და დრო! ჰაიპერთეილი მთელი ძალით გამოდის, სიმართლე რომ ვქვათ, ძალიან სწრაფად მოძრაობს. ეს ჰიპერყვითელი ფერის კვალი, რომელიც მას ახასიათებს, საოცარია. და ეს ეხმარება მას პირველ დონეზე, ყვითელი მილის დონეზე, საკმაოდ მარტივად გადალახვაში. ასე რომ თეილს, გააგზელე ასე. ამ ეტაპზე შეუჩერებელი ხარ. იღებს ერთ-ერთ პირველ ტურბოს და ხტება. უკვე გადაუსწრო ბეიბი სონიკს და ისევ ხტება. შესანიშნავი დაშვებაა და ახლა წინ მიიწევს. აგრძელებს რბოლას. თელ ლურჯ მილს მიუყვება. ცდილობს დიდ შედეგს მიაღწიოს. თუმცა არ მგონია ჰაიპერსონიკს გადაასწროს. სონიკზე სწრაფი ხომ არავინ არის, არა? ო და ჰაიპერთეილს, შენ არ დანებდე. განაგძე და მთელი ძალით ეცადე. რადგან გინდა დაიჯერო თუ არა. შენი დრო 3-ში ამოიწურება. 1-ში აიღე ტურბო და დრო თეილსისთვის. ასე რომ, აქ ყავს დიდი ჰაიპერთეილსი მეორე ადგილზე. რა კარგი შესრულება! და ყურადღებით იყავით. ეხლა მიდის ჰაიპერსონიკის კიდევ ერთი დიდი მეგობარი, ჰაიპერნაკლზი. მზად ხარ ჰაიპერნაკლზი? აჩვენე მთელ მსოფლიოს შენი ძალა. 3, 2, 1 და ჰაიპერნაკლზი მთელი ძალით იწყებს. საკმაოდ კარგი სიჩქარე და უდავოდ წითელი კვალი, რომელიც მას ახასიათებს. ეს რა თქმა უნდა ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე სწრაფი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ყველაფერს არ გააკეთებს, რომ რაც შეიძლება მაღალ პოზიციაზე დაასრულოს.
ასე რომ წინ ნაკალზი აგრძელებს სირბილს და უკვე ტოვებს ხვითელი მილის დონეს. იღებს კარგ ტურბოს, ხტება და უსწრებს Baby Sonics. კიდევ ერთი ტურბო და უზარმაზარი ნახტომი. შესანიშნავი დაშვებით აგრძელებს წინ მთელი ძალით. აი კიდევ ერთი დიდი ნახტომი და შედის ლურჯი მილის დონეზე. ნაკალზი ისევ ხტება. როგორც ჩანს, მას ხტომისას უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. როგორც ჩანს, ასეც ცდილობს ცუდი ადგილების თავიდან აცილებას და მთელი ძალით ჩქარობს, რომ უფრო მაღალ ადგილზე გავიდეს, ვიდრე თვითონ Tails-ი. ასე რომ, იჩქარე Knuckles, იღებს ტურბოს, უსწრებს Tails და მთელი სისწრაფით ჩქარობს, რადგან მისი დრო მთავრდება. 3, 2, 1, დრო! აი ჩვენ ყავს დიდი Hyper Knuckles-ი, რომელიც მეორე ადგილზე დარჩა. და ეხლა ჯერი მისია, ვინც ყველაზე მეტად უყვარს Sonic-ი, Hyper Amy. ფრთხილად ის ძალიან ძლიერია. აი მიდის მთელი ძალით Hyper Amy. სრულად მზადა. 3, 2, 1 და იწყებს მთელი ძალით. ღმერთო ჩემო, საკმაოდ დიდი სიჩქარით მიდის. შესანიშნავად ჩანს, რომ მისი Hyper ფორმა ნამდვილი სიგიჟეა. აი როგორ გადის ყოველგვარი ხოხმანის გარეშე ყველა გამოცდას. პირველი დონე უკვე ძალიან უკან დარჩა და ის იყენებს შანსს, რომ გადახდეს. უსწრებს ბავშვს და ვაუ! შტამბეჭდავი დაშვება, რომელიც სრულად ფეხზე აჩერებს მას. ხდება და პირდაპირ ცისფერ მილში შედის. ეხლა მთელი ძალით მიდის, ასევე პატარა ნახტომებით და ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფი იყოს. შეძლებს თუ არა თავისი საყვარელი და ძვირფასი Sonic-ის დაწევას, თუ მის უკან დარჩება. ამ ეტაპზე ის ირებს ტურბოს და უსწრებს Tails. ის ასევე უსწრებს Knuckles და უკვე მეორე ადგილზეა, პირდაპირ Sonic-ის უკან. მაგრამ რამდენიც არ უნდა იჩქაროს, მისი დრო ამოიწურება. 3, 2, 1 დრო ამოიწურა. ასე რომ აქ ყავს დიდი Hyper Amy, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა. რა საოცრება! კარგი მეგობრებო, რბოლა საინტერესოა, მაგრამ მე თითქოს მაინც მინდა ვიცოდე, თუ ვინ არიან საიდუმლო პერსონაჟები, არა? მაშ მოემზადეთ ყველა, რადგან დადგა სწრაფი რაუნდის დრო. ეხლა გაქვს მხოლოდ 20 წამი, რომ დაალაიქო, გამოიწერო არხი და ჩართო ზარი საიდუმლო პერსონაჟების გასახსნელად. გარდა ამისა, თუ კომენტარებში დაწერ სიტყვას Hyper Sonic-ი, შეძლებ იყო ისეთივე სწრაფი, როგორიც ისა. ასე რომ მე რომ შენ ვიყო, ვიჩქარებდი, დრო იწურება. არა. კარგი მეგობრებო, მგონი საკმაოდ კარგად მოიქეცით. ამიტომ დრო ვნახოთ პირველი საიდუმლო პერსონაჟი, რომელიც არც მეტი არც ნაკლებია, ღმერთო ჩემო, Hyper Sonic-ი. ღმერთო, რა ნამდვილი საოცრება, რა ძალა და Hyper Sonic-ის მეორე საიდუმლო პერსონაჟი ვიდეოს ბოლოს გამოვლინდება. ასე რომ, უმჯობესია, არავინ წავიდეს. ამიტომ ეხლა დროა შემდეგი პერსონაჟისთვის, რომელიც Sonic-ის წარმოუდგენლად სწრაფი მეტოქეა. Hyper Shadow. ზადა Hyper Shadow. აჩვენე ყველას შენი სისწრაფე. 3, 2, 1 და Hyper Shadow მთელი ძალით იწყებს. ვოუ, ღმერთო ჩემო, ეს მართლა სწრაფია. თუ ვინმეს შეუძლია Sonic-ზე გამარჯვება, ვფიქრობ ყოველგვარი ეჭვის გარეშე ეს Shadow-ა. ჯერჯერობით შესანიშნავად მიდის. უსწრებს ბავშვს და ხტება. რა ნამდვილი საოცარი ნახტომია, რომლითაც აგრძელებს წინსვლას. ვაუ! Hyper Shadow სხვა სამყაროს სიჩქარით მიდის. მგონია, რომ მას სერიოზული შანსი აქვს რბოლის მოსაგებად. ვაუ! ყველას უსწრებს. Hyper Tails-საც, Hyper Knuckles-საც და შესანიშნავად იყენებს ტურბოებს. ახლა იგივე Hyper Amy-სთანაც. ტურბოს 1/2-ის მიყოლებით იყენებს. და ეხლა მიადგა ერთ-ერთ ბოლო ტურბოს იისფერი მილების ზონაში. გარბინე, Shadow! უსწრებს, Shadow! Sonic-ი, ღმერთო ჩემო! და აჩქარებს, რადგან მისი დრო იწურება. 3, 2, 1 დრო! ასე რომ აქ ყავს Hyper Shadow, რომელიც აშკარად ამ ეტაპზე ყველაზე სწრაფია და პირველ ადგილზეა. და ყურადღებით იყავით, რადგან ახლა გადავდივართ წარმოუდგენელ Hyper Eggman-ზე. რა საოცარი ჯავშანი აქვს გაკეთებული. მზად ხარ Hyper Eggman? აჩვენე ყველას შენი Hyper ჯავშნის ძალა. 3, 2, 1 და დრო! Hyper Eggman-ი იწყებს ფრენას. ამ ეტაპზე საკმაოდ მშვიდად და ფრთხილად, რადგან ახლა ნამდვილად იწყებს ბევრად უფრო სწრაფად მოძრაობას. საოცარია, რა სწრაფად მოძრაობს Hyper Eggman-ი. მას არც კი სჭირდება ტურბოები, პირდაპირ დაფრინავს. რა საოცრებაა! აქ პირდაპირ შედის ლურჯი მილების დონეზე და ფრთხილად Hyper Eggman-ს ამ ჯავშნით Sonic-ის დამარცხება მარტივად შეუძლია. ის უსწრებს Sonic-ის დანარჩენ მეგობრებს და ძალიან საოცარი სიჩქარით მოძრაობს.
აი ის არის. მიაღწია იისფერი მილების დონეს. ხიდის ქვემოდან გადის. რა ნამდვილი საოცრებაა ეს სიჩქარე. მიუხედავად იმისა, რომ ტურბოების გამოყენება არ შეუძლია, შესანიშნავად ართმევს თავს. აი მიდის ჰაიპერეგმენი მთელი ძალით და აპირებს ჰაიპერსონიკს გაუსწროს. ჰაიპერ შედოუს მისდევს, მაგრამ უნდა იჩქაროს რაც შეიძლება სწრაფად, რადგან მისი დრო იწურება. 3, 2, 3, 2, 1. დრო! ამიტომ დედაჩემო, დოქტორ ეგმენი თავის ჰიპერფორმაში ყველაზე სწრაფია, პირველი ადგილი. ეხლა კი გადავივართ მის ერთ-ერთ უდიდეს ქმნილებაზე, ჰიპერმეტალ სონიკზე. აი, ჰიპერმეტალ სონიკი აქტიურებს ყველა თავის მოწყობილობას და იწყებს 3-ზე. 2, 1 და ჰიპერმეტალ სონიკი მთელი ძალით აფრინდა. სიჩქარეს იკრებს და ფრთხილად უკვე დაძრულია. ამ ეტაპზე ყვითელი მილების დონე საკმაოდ სწრაფად გადის და იყენებს ტურბოებს, რომ ბეიბი სონიკს გადაასწროს. მთელი ძალით აფრინდა. რა საოცრება ჰიპერმეტალ სონიკი, ეს ნამდვილად სიჩქარისა და კონტროლის თითქმის სრული კომბინაცია. ის პირდაპირ ლურჯი მილების დონეზე დაეშვება და ინარჩუნებს კარგ და სტაბილურ სიჩქარეს. აშკარად ჩანს, რომ მანქანა და მანქანები არ ცდებიან. აგრძელებს მოძრაობას, გადის ტურბოს, უსწრებს ჰიპს ჰიპერტეილს. ეხლა ჰიპერნაკლსაც გაასწრებს. რა ნამდვილი საოცრებაა. არ უშვებს აჩქარების პედალს, თუმცა უნდა იჩქაროს, რადგან ბევრი დრო აღარ დარჩა. ეხლა ჰიპერეიმისაც გაასწრებს, მაგრამ მისი დრო მთავრდება 3-ში. 3, 2, 1. დრო! ასე რომ ჰაიპერმეტალ სონიკი სწრაფია, მაგრამ არა იმდენად რომ ტოპში შევიდეს. ის გარეთ დარჩა და ახლა მოამზადეთ თქვენი מחვილები, რადგან გადავდივართ ჰაიპერ ექსკალიბურ სონიკზე. მზად ხარ ექსკალიბურ სონიკო? ვნახოთ შენი ჯავშნის ძალა. შევედი. 3, 2, 1. დრო! იწყებს სირბილს, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, საკმაოდ ნელა მოძრაობს. როგორც ჩანს, ეს ჯავშანი საკმაოდ მძიმეა. ჩვენი საყვარელი ექსკალიბურ სონიკი ჯანდაბა ფრთები გამოუვიდა. რა სიგიჟეა! ჰაიპერ ექსკალიბურ სონიკის ძალას აზრი არ აქვს. ეს ნამდვილი სიგიჟეა. მას ფრთები აქვს. როგორც ჩანს, შეუძლია საკმაოდ სწრაფად ფრენა. უკვე ლურჯი მილის დონეზეა. რა სიგიჟეა! აგრძელებს წინსვლას და უკან ტოვებს ნებისმიერ მეტოქეს. რა საოცრებაა! ახლა ხიდის ქვეშ გადის და მთელ იასამნისფერ მილზე წინ მიიწევს. როგორც ჩანს, სულ უფრო სწრაფი ხდება. თუმცა ახლა ცოტა უნდა აფართხალოს, რომ მაღლა ავიდეს. იქ აგრძელებს ექსკალიბურ სონიკი წინსვლას ამ კურთხეული ფრთებით. ჩქარობს, რადგან მეგობრებო, ბევრი დრო აღარ დარჩა. და ის ისევ დაფრინავს, მაგრამ მისი დრო მთავრდება 3-ში 3. 2, 1. დრო! აი აქ არის ჰაიპერ ექსკალიბურ სონიკი, რომელიც ნამდვილი სიგიჟეა და პირველ ადგილზე დგება. და ყურადღება, ეხლა მოდის ჰაიპერსონიკ ლობო. მას ბევრი ძალა აქვს გამოსაჩენად. აი ის არის, ათავისუფლებს თავის ძალას 3, 2, 3, 2, 1. დახტომა, დედაჩემო, რა მაგარი ნახტომია! და უკვე იწყებს სირბილს მთელი სისწრაფით. ვინ ჯანდაბა გააჩერებს ამ მონსტრს? თეთრი ჰიპერსონიკი გლის ფორმით ძალიან სწრაფად მიდის. რა სისწრაფეა! უსწრებს ბავშვს და დედაჩემო. რა ძლიერი ნახტომია! ის პირდაპირ ცისფერი მილების დონეზე ეცემა და სულ უფრო და უფრო მეტ სიჩქარეს იკრებს. სიმართლე რომ გითხრათ, მეშინია სადამდე შეიძლება მივიდეს. ნამდვილად საოცარია მისი დონე, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ცოტა შეამცირა სიჩქარე, მაგრამ მაინც აგრძელებს წინსვლას. მშვენიერი ნახტომებია და გაჩერებას არ აპირებს. ახლა ის გამოვა ცისფერი დონიდან და გამოიყენებს იისფერი დონის ტურბოებს. ასწრებს მეტალ სონიკს და უნდა იჩქაროს, რადგან მისი დრო მთავრდება 3, 2, 1. დრო! ასე რომ სონიკ ლობომ შესანიშნავად იასპარეზა, მაგრამ ტოპში ვერ მოხვდა. 3-ჯერ F-ჩატში მისთვის. და ყურადღებით, ეს პირდაპირ გვიყვანს ჰაიპერსონიკ X-სთან. ასე რომ წინ ჰაიპერსონიკ X-ე. აჩვენე ყველას შენი დაწყევლილი სიჩქარე. 3, 2, 1 და დრო დედაჩემო. ეს რა ჯანდაბა? ძალიან სწრაფად დარბის. უკვე თვალის დაუხამხამებლად გადალახა პირველი დონე. და ფრთხილად შემდეგზე გადადის უზარმაზარი ნახტომით. რა სიგიჟეა! უკვე შევიდა დონეში, ლურჯი მილის დონეში. სიჩქარე, რომელსაც აღწევს, წარმოუდგენელია. ეს მონსტრი ძალიან საშიშია. და რა თქმა უნდა, მისი ტურბო კიდევ უფრო სწრაფს ხდის მას. აი ახლა ტურბოებს ერთმანეთის მიყოლებით იღებს.
ყველა მათგანი იისფერი დონისაა. რა სიჩქარეს აღწევს, ღმერთო ჩემო, ის ყველა თავის მოწინააღმდეგეს უსწრებს. ჰიპერ შადოუ, ჰიპერსონიკი, ყველა მათგანი მის უკარჩება. და ყურადღება, ის ტურბოს იღებს. აი, კარგი ნახტომიც. დაჯდა და ჩქარობს, რადგან მისი დრო დასრულდება. 3, 2, 1, დრო! აი ესეა. ჰიპერსონიკ ექსერჩება, ღმერთო ჩემო, მეორე ადგილზე. და ეხლა სცენაზე გამოდის ჰაიპერშინ სონიკი, კიდევ ერთი საშიში ურჩხული. ასე რომ, წინ ჰაიპერშინ სონიკი. აჩვენე მსოფლიოს შენი სისწრაფე და ძალა. 3, 2, 1 და გამოდის ჰაიპერშინ სონიკი. ისეთი სისწრაფით, რომ შიშსაც კი აშინებს. ეს რა ჯანდაბა? პირველი დონე ძალიან სწრაფად გაიარა და ძრა ძვიერი ნახტომია. თავი უნდა შეეკავებინა, რადგან ძალიან სწრაფად მიდიოდა. და უკვე ლურჯი მილების დონეზეა, ტურბოებს იყენებს. თითქმის ყველა მოწინააღმდეგეს უკან ტოვებს. და ღმერთო ჩემო, ტურბოს რთავს. ამ სიჩქარით დაუძლეველი ჩანს. წარმოიდგინეთ, ეხლა რომ გდევნით, რომ შეგჯამოთ. საშინლად საშიშია. აგრძელებს წისვლას. უსწრებს ჰიპერსონიკს, ჰაიპერ შედოუს, ასევე ჰაიპერ ეგმენს და იმისი საოცარი ნახტომი. დიდი დაშვებით ეშვება და იწყებს აჩქარებას, რადგან ბევრი დრო აღარ დარჩა. ღმერთო ჩემო, ამ ნახტომით უკვე პირველ ადგილზეა. იყენებს ტურბოებს, ხტება მთელი ძალით. გადის წითელი მილის შემდეგ დონეზე, რომელიც ერთ-ერთი ბოლოა. ღმერთო ჩემო. და მიაღწევს ნარინჯისფერ ტურბოს. 3, 2, 1 დრო. დრო! ასე რომ, ღმერთო ჩემო, მეგობრებო, ჰაიპერშინ სონიკი პირველ ადგილზე გადის და საკმაოდ დიდი უპირატესობით ლიდერობს. და ეს გადაგვიყვანს ჰაიპერ სონიკთან. ჰაიპერ სონიკის evолუცია. აი ის აქტივირებს ყველა თავის მოწყობილობას დობას და ინტერფეისს. 3, 2, 1 დროა! ჰაიპერ სონიკისთვის. ის ასევე იწყებს პრენას საკმაოდ მაღალი სიჩქარით. იყენებს პრენის იმავე მეთოდს, რასაც ჰაიპერ სონიკი, მაგრამ გაუმჯობესებული, უფრო ფუტურისტული ინტერფეისით, რფეისით. და რა თქმა უნდა, ბევრად მეტი სიჩქარით. უკვე წამებში მივიდა ლურჯი მილის დონეზე. ამიტომ ახლა ის სარგებლობს ტურბოებით და აჩქარებულად ადის აღმართზე. უსწრებს როგორც ჰაიპერ ტეილს, ასევე ჰაიპერ კნაკლს. დაუჯერებელია, რასაც აკეთებს. გადალახა ტურბო, ასევე გაასწრო ჰაიპერ ეიმის და დიდი სიჩქარით აიცილა ხიდი. ფრთხილად, რადგან მუდმივად უსწრებს მეტოქეებს. ძალიან კარგად გამოსდის. ის აბსოლუტურად ყველას უკან ტოვებს, ყოველგვარი ხოხმანის გარეშე და შედის მწვანე მილის დონეზე. ჰაიპერ სონიკი, ნამდვილი სიგიჟეა. ეხლა აპირებს გაასწროს თავის შემქმნელს, ჰაიპერ ეგმენს. გადალახა მახე, აფრინდა და აჩქარდა. რადგან ბევრი დრო აღარ დარჩა და ის დაასრულებს 3-ში, 2-ში, 1-ში. დრო! აი ჰაიპერ სონიკი, რომელმაც შესანიშნავი შედეგის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. და ყურადღება, ეს პირდაპირ მიგვიყვანს ჰაიპერ სონიკთან. ფაზა 3, ეს უკვე სხვა დონეა. ყურადღება, რადგან ის აქ მთელ თავის ძალას ათავისუფლებს და მზადაა გასასვლელად. 3, 2, 1 და იწყებს სვლას მთელი ძალით, თუმცა ძალიან სწრაფი არ არის. მეც ველოდი. ვაუ! ახლა კი მართლაც იწყებს საკმაოდ სწრაფად სირბილს, მაგრამ მეც ველოდი, ღმერთო ჩემო. აი ახლა კი იწყებს ფრენას. ახლა კი ჰაიპერ სონიკი მესამე ფაზაში ნამდვილად მაძლევს რეალურ მიზეზებს, რომ ვიფიქრო, შეუძლია ეს რბოლა მოიგოს. აგრძელებს წისვლას, ტოვებს ყველას უკან. ყველას საოცარი გზით ტოვებს უკან. ხიდზე ისე გადის, როგორც უნდა. მეწამული მილის ნაწილსაც ისე ულის გარს, როგორც უნდა. შევა პირდაპირ მწვანე მილის დონეზე. იწყებს თავისი მეტოქეების ჩამოტოვებას და ელვის სისწრაფით მიიწევს წინ. წითელ მილს მიაღწევს. ღმერთო ჩემო, რა სიჩქარეა! მგონი ამას არავინ ელოდა. ყველა მეტოქეს ტოვებს უკან. და უნდა იჩქაროს, რადგან ბევრი დრო აღარ დარჩა. გადალახავს მახეებს და მალე ამოიწურება დრო. 3, 2, 1 დრო! ასე რომ დაუჯერებელი გამოსვლის შემდეგ ჰაიპერ სონიკი ფაზა 3 პირველ ადგილზე დარჩა და თითქმის მთლიანად დაასრულა წრე. და ეს უკვე გვიყვანს პირველ საიდუმლო პერსონაჟთან, ჰაიპერ სონიკ ღმერთთან. აი ის არის, მთელი თავისი ძალის გამოშვებით დედაჩემო და ის მზად არის 3, 2, 1 და მთელი ძალით იწყებს. რა საოცრება! ის პირდაპირ აფრინდა და აშკარად ჩანს, რომ თითქმის შეუდარებელი სისწრაფით მოძრაობს.
ის პირდაპირ შევა ლურჯ მილში და იწყებს მარშრუტს ძალიან სწრაფად. ის იღებს ტურბოებს, უსწრებს ყველა მოწინააღმდეგეს. აკეთებს ამას მართლაც შესანიშნავად. მე მგონია შეუძლებელია ვინმე მას აჯობოს. ისე ჩანს, რომ მას შეუძლია გადაუსწროს თვითონ ჰაიპერსონიკ ფაზა 3-საც კი. აი ის გადის იისფერს, მიდის მწვანემდე, უშვებს შტანთქვას. სრულიად უკან ტოვებს ყველა თავის მეტოქეს და აკეთებს ნახტომს. პირდაპირ წითელ მილში, რა საოცრება! და მაქსიმალურად ჩქარობს, მაგრამ არა. შეეჯახა. ის სწრაფად დგება, მაგრამ ბევრი დრო დაკარგა, რადგან სონიკ ღმერთის დრო მთავრდება. 3, 2, 1 დრო! ჰაიპერსონიკ ღმერთი მეგობრებო, მეორე ადგილზე გავიდა. ის შეჯახება ძალიან დააზარალა. ასე რომ, კარგი. მეგობრებო, დადგა გადამწყვეტი მომენტი. დატოვეთ ბოლო ლაიქი, ბოლო გამოწერა და ბოლო მხარდაჭერა, რომ გავამჟავნოთ ბოლო საიდუმლო. ჰაიპერსონიკი, რომელიც არის ჰაიპერლაით სპიდ სონიკი. ჰაიპერსონიკი, რომელიც სინათლის სიჩქარით მოძრაობს. ყველაფერი მზადა ჰაიპერლაით სპიდ სონიკი. გვაჩვენე რა არის სინათლის ჰიპერსიჩქარე. 3, 2, 1 დრო! ღმერთო ჩემო, ის ტყვიასავით მიქრის და უკან სინათლის სხივი რჩება. რა თქმა უნდა, სინათლის სიჩქარით მიდის, აზრი აქვს. საოცარია რა სიჩქარესაც აღწევს. ძალიან კარგად აკეთებს და ფრთხილად. აშკარად გვყავს რჩეული რბოლის მოსაგებად. უკვე საკმაოდ სწრაფად გადალახა ლურჯი დონე და ეხლა რა ხდება? კიდევ უფრო დააჩქარა. ეს რა სიგიჟეა? ხოლოდ შეხედეთ რა სიჩქარით მიდის. ყველას ძალიან სწრაფად უსწრებს. რა მაგარია, რა სიგიჟეა. პირდაპირ წითელ მილში შედის. ღმერთო ჩემო, რა სიგიჟეა. ეხლა ნარინჯისფერი წავა, ყველაფერს აიცილებს და ბოლოს ყვითელთან მივა, რომელიც ბოლოა. არ წყვეტს ტრიალს და საოცრად აკეთებს. და გაჩერდა. იმიტომ რომ ეს იმდენად მარტივი იყო, რომ თამაშით გააკეთებს. და მისი დრო მეგობრებო მთავრდება 3, 2, 1 დრო! ასე რომ აშკარად გაიმარჯვა ჰაიპერლაით სპიდ სონიკმა, რომელიც უდავოდ ყველაზე უცნაურია მთელ მსოფლიოში. ამიტომ მეგობრებო, ასე გამოიყურება საბოლოოდ რბოლის პოდიუმი. მესამე ადგილი ჰაიპერსონიკ ღმერთს, მეორე ადგილი ჰაიპერსონიკ ფაზა 3-ის და გამარჯვებულია რა თქმა უნდა ჰაიპერლაით სპიდ სონიკი, რომელიც მოძრაობს სინათლის სიჩქარით. ასე რომ მეგობრებო, ეს იყო ყველაფერი. იმედი მაქვს მოგეწონათ. თუ ასეა, უკვე იცით რა უნდა გააკეთოთ. დატოვეთ ლაიქი, გამოიწერეთ არხი, ჩართეთ ზარი და კომენტარებში დაწერეთ, რომელი სხვა სონიკის პერსონაჟების დაპირისპირება გსურთ რბოლაში. ეს ყველაფერი რომ თქვი, მე მივდივარ. ესენი სინათლის სიჩქარით დარბიან და მე კი სირბილიც არ ვიცი. და შემდეგ ჯერზე კიდევ მეტით შევხვდებით. დიახ. ოსე!